კითხვა მაქვს თქვენთან. გჯერათ თუ არა ქალსა და კაცს შორის მეგობრობის? რა თქმა უნდა არა. რატომ? ხალი და კაცი გაჩნდა მე მგონი გამრავლებისთვის. გამრავლება ესე არ ხდება სიყვარულის გარეშე. შესაბამისად, სიყვარულის ნაწილია ორივე მათგანი და მათ მეგობრობა უბრალოდ არ არსებობს. თქვენ არ ყავთ მეგობარი მამაკაცი? დიახ, ყავს. და მერე, ანუ რა პრობლემაა? მეგობარი მამაკაცი მყავს სასიყვარულო თვალსაზრისით. ვაუ, ხوار გაგვიმხელდით ვინ არის როგორია? ახლა უცხო საზოგადოებას ვერ გავუმხელ, ჩემიანებმა იციან. გაისაგებია. ყოფილა თუ არა ისეთ შემთხვევა, რომ აი მეგობარს თქვენთვის უღალატია? არა. მე სანამ მეგობარს ავირჩევ, იქ ბევრი გამოცდა ხდება მისი და ღალატამდე ნამდვილად არ მეტის. ის უკვე რადგან ჩემი მეგობარია, ის მე უკვე აღარ მღალატობ. რა წითელი ზღვარი არსებობს, რომლის გადახაზვის შემდეგ დასრულებულია მეგობრობა? ალბათ ერთ-ერთი ფაქტორი არის ღალატი. ის მეგობრობის პეწი, ხალისი და თვითონ რასაც გვეუბნება ეს სიტყვა, სადაც ეს სიტყვა უკვე იშლება, სადაც ემოციები ქრება და იწევს დაბლა, რა თქმა უნდა, ქრება მეგობრობაც. რა კრიტერიუმებით არჩევთ ზოგადად მეგობარს? და თუ ყავთ დღეს ისეთი მეგობარი, რომელიც გეიმედებათ? მეგობარი მყავს, კრიტერიუმით ვარჩევ იმით, რომ უნდა იყოს ერთგული, პატიოსანი, როგორც მე მეკცევა და მეპყრობა ისე საზოგადოებასთან მიმართებაშიც. და რა თქმა უნდა, მყავს ესეთი მეგობარი უკვე სადღაც 20 წელია, ჩვენ ერთად ვართ და ვმეგობრობთ. მოდი. შეგიძლიათ გითხრათ აი ამ მეგობრობის შესახებ, როგორი ისტორია გააქვთ? ისტორია მდგომარეობს შემდეგში. სად გაიცანით ერთმანეთი და როგორ მიხვდით, რომ თქვენ უნდა ყოფილიყავით ის მეგობრები, რომლებიც რეალურად ნებისმიერი სიცოცხლის ეტაპზე ერთმანეთის ხარდაჭერით იქნებოდა? კლასელის ქორწილში გავიცანით ერთმანეთი, გოგოები ვცეკვავდით, რა თქმა უნდა. და შემდეგ მოხდა დიალოგი და გავიცანით ერთმანეთი, რაღაც ერთმანეთის სულები აივისო თითქოს ერთმანეთის სხივებით და შემდეგ გაგრძელდა ეს ურთიერთობა უკვე წლებია, მინდა გითხრათ. იყო ჩხუბიც, იყო გაუგებრობაც, მაგრამ მეგობრობა რისი მეგობრობაა, რომელიც სიტყვას არ ამართლებს და არ ამყარებს. ანუ რეალურად გაუძლო როგორც ჩანს ძალიან ბევრ ქარტეხილებს, ბარიერებს თქვენმა მეგობრობამ და დღეს ისევ მეგობრები ხართ. დიახ, დღეს ისევ ჩვენ მეგობრები ვართ. ბევრი ქარტეხილი არც ყოფილა ესე რომ ვთქვათ. მაგრამ ცოტა რაღაცეები იყო, სადაც ჩვენ სხვათა შორის ხაზი არ გადაუსვით იმ წლებს, რომლებიც ერთად თკბილად გავიარეთ. და მოყვება დღემდე. თუ რამე გვეწყინება ერთმანეთის, ვეუბნებით ერთმანეთს და ვცდილობთ გავუგოთ ერთმანეთს, რომ გაუგებრობას არ ქონდეს ადგილი. ეს არის ვინ უფრო მიდის კომპრომისზე, თქვენ თუ თქვენი მეგობარი? უმეტესად ჩემი მეგობარი მიდის კომპრომისი. მე საკმაოდ ფეთქებადი ხასიათის ვარ და შემდეგ გადამდის ეს ყოველივე და შემდეგ ისევ ერთად ვართ მე და ჩემი მეგობარი. მინდა გითხრათ. ზოდიაკოთი რა ხართ? მე კურო ვარ, ჩემი მეგობარი კიდევ ტყუპები არის. როგორ უკებთ ერთმანეთს? საკმაოდ რთული შეთავსება არის თუ არ ვცდები? ასტროლოგების თვალსაზრისით კი, მაგრამ ჩვენ ვუგებთ ერთმანეთს, ალბათ ნატალურ რუკაში სუფთა კურო მეც არ ვარ და ალბათ სუფთა ტყუპი ისიც არ არის და რაღაც არის რაღაც, რომელიც გვაერთიანებს. თქვენს ჩაცმულობაზე ვიზრუნავს უკაცრავად. ჩემს ჩაცმულობაზე ვიზრუნე მე, მოვდიოდი თბილისში. დღეს გამოიყურებით საკმაოდ, ესე რომ ვთქვათ, უცხოურ ლუქზე ხართ. ესე იგი, შარდა რომ შემოგხედავთ, ადამიანი იფიქრებს, რომ ეს ქართველი ქალი არ არის. ეს არის უფრო არაბი, თურქი, აზერი, რატომ აირჩიეთ ეს ლუკი? იმიტომ ავირჩიე, რომ ძალიან მცივანა ვარ. ეხლა ხან მოვრჩი ყურის ანთებას, შესაბამისად ტაძარშიც ვიყავი. ტაძარში დახურული ეს შარფი შევინარჩუნე. და მზის კეპიც კიდე დავამატე ზევიდან. სათვალე ჩემი ყოველდღიური ატრიბუტია ცხოვრების. საროჭკაც ვფიქრობ, ვარდისფერი ფერი მიხდება, თუმცა ცოტა ტკბილობამ გამასუქა, მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ აუცილებლად მივხედავთ. უკაცრავად და თქვენთან ზამთარია. ჩემთან ზამთარია, იმიტომ რომ ისევ ზამთარია, ამინდები არ გვიწყობს ხელს სამწუხაროდ. იმედია ივლისში ვიხილავთ ნამდვილ ზაფხულს.
გელოდებით ფოთში, მალთაყვა ბეჭ სანაპიროზე. მადლობა, კარგად.